ზოგადად დღეს ისეთი მოცემულობაა ქვეყანაში, რომ ყველა უნდა იდგეს სამშობლოს სადარაჯოზე. როგორც რიგითი ჯარისკაცი. ჩვენს შემთხვევაში პოლიტპატიმრების ოჯახების მშობლებისა და ოჯახების წევრების შემთხვევაში ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია იმდენად რამდენადაც ჩვენი შვილები ზიან ციხეში მხოლოდ იმისთვის რომ უყვართ სამშობლო. იბრძოდნენ სამშობლოსათვის, იბრძვიან მისი ევროპული მომავლისათვის და არაპირებენ ამ ქვეყნის დათმობას რუსი ოკუპანტებისათვის. პირდაპირ მნიშვნელობით შემიძლია გითხრათ, რეჟიმი, რომელიც რუსეთის ოკუპანტ სახელმწიფოსთან დამთბარ ურთიერთობაშია და ცდილობს ეს ქვეყანა წაიყვანოს რუსეთში. აი ამას აღუდგენ წინ, ამას აუჯანყდნენ, აბობოქრდნენ და მაქსიმალური გააკეთეს, იბრძოლეს ბოლომდე, ვიდრე ბორკილები არ დაადეს, იბრძოლეს ბოლომდე იმისათვის, რომ თავიანთი მიზნები შეესრულებინათ. მოხდა ის, რაც მოხდა, დღეს ისინი საპატიმროში არიან და ჩვენ ფაქტობრივად ამ ოჯახის წევრებმა დავიკავეთ მათი ადგილები აქციაში, პროტესტში და საზოგადოებაში, იმ ნაწილში, სადაც ისინი მოძრაობდნენ და იბრძოდნენ. დღეს თუ შევხედავთ სიტუაციას, გარკვეულწილად აი ამ პროტესტის გამწვავების ლეგიტიმური უფლებაც კი გვაქვს ჩვენ როგორც მშობლებს და როგორც ოჯახის წევრებს. ჩვენ ბევრჯერ მithქვამს და გავიმეორებ, რომ არც დასაკარგი არაფერი არ გვაქვს, იმიტომ რომ სამშობლოა და შვილებია ჩვენს უკან და ჩვენ გვაქვს იმის მორალური უფლებაც, რომ უფრო მწვავე, უფრო მკაცრი, უფრო ხისტი ბრძოლა გაუმართოთ ხელისუფლებას და ეს მორალური უფლება კი არის, ვალდებულებაც კი არის ჩვენი. ზოგადად დღეს ყველა ქართველის ვალდებულება ებრძოლოს რეჟიმს, რომელსაც მისი ქვეყანა რუსეთში მიყავს, მაგრამ ჩვენ განსაკუთრებული კატეგორიის ადამიანები ვართ, რომლებიც ამ ბრძოლაში წინ უნდა ვიდგეთ, ავანგარდში უნდა ვიყოთ, წინ უნდა ვიდგეთ და უნდა მიუძღოდეთ ამ ბრძოლას. უნდა გავბედოთ, უნდა გავრისკოთ. პირველი მედგარი წინააღმდეგობები ჩვენ უნდა დაუხვედროთ რეჟიმს, მტერს პირდაპირ მნიშვნელობით გეტყვი და პირველი კაცრი მუშტიც ჩვენგან ერგება ცხვირში ზუსტად ამ რეჟიმს. აქედან გამომდინარე, მე ვფიქრობ, რომ ჩვენ ვინაიდან უფრო მეტის გარისკვის უფლება, საშუალება გვაქვს, უნდა დავდგეთ და ვიბრძოლოთ ბოლომდე. აი, ამის გამო მე ვფიქრობ, რომ ჩვენს ირგვლივ უნდა გაერთიანდეს სულ ყველა. მე არ გულისხმობ, რომ აი რაღაც ლიდერის პოზიცია გქონდეს და დროშას ჩვენ მივუძღოდეთ წინ და ისინი უკან მოყვებოდნენ. უბრალოდ ვამბობ, ხომ ზოგადად ყველა ერთად სამშობლოს ირგვლივ ერთიანდებით, მაგრამ არის რაღაც მომენტი საზოგადოების დაყოფილი ჯგუფები ხომ არის და არის ჯგუფები, რომლებსაც რაღაცის უფლება უფრო აქვს და არის ჯგუფები, რომლებიც აი იმის მხარდამჭერია და ისიც ასევე იბრძვის, ხომ? დღეს მე ვფიქრობ, ჩვენ მორალური უფლება გვაქვს იქ ვიდგეთ, იქ სადაც ვდგავართ და რაც განვაცხადეთ, იმის შესრულება დავიწყოთ და მთელი საქართველო ამ შემთხვევაში, ვინც დღეს პატრიოტია და მიაჩნია, რომ ქვეყანა რუსეთში არ უნდა წავიდეს, ყველა უნდა დაგვიდგეს გვერდით და ჩვენთან ერთად უნდა იბრძოლოს. მათ შორის მე თამამად შემიძლია ვთქვა, პოლიტიკურ პარტიებსაც მინდა მივმართო და უთხრა, რომ ვიწრო პარტიულ ინტერესებზე უნდა თქვან ვარი და როგორც რიგითი ჯარისკაცები ისე უნდა დადგენ ჩვენს გვერდით, ყველა პარტიის წევრი, კოლექტიურადაც და ინდივიდუალურადაც უნდა დადგენ და მე ასე ვფიქრობ ყოველთვის, როცა რეჟიმი ჩამოიშლება და აუცილებლად ჩამოიშლება, პოლიტიკის კეთების და პოლიტიკური პროცესების დრო დადგება, აი მაშინ უნდა დაიწყონ ზუსტად იმის კეთება და იმ მიმართულებით მუშაობა, რომ შეიქმნას კარგი კოალიცია, შეიქმნას კარგი გარდამავალი მთავრობა, უზრუნველყოს შემდგომ პოლიტიკური პროცესების დაწყნარება, დამშვიდება, კარგი საარჩევნო გარემო შექმნა და ასე შემდეგ და შემდგომი განვითარება. ეს ყველაფერი მე პოლიტიკურ პარტიებმა უნდა გააკეთოს, მაგრამ დღეს, როცა რეჟიმი ასე დგას და აი ესე მედგრად უნდა წარმოაჩინოს თავი, თითქოს არაფერი არ ხდება ამ ქვეყანაში და ყველაფერი კარგად და ნორმალურად აქვს, აი იმის წინააღმდეგ ყველა უნდა აუმხედრდეთ და ყველამ უნდა ვიბრძოლოთ და ყველა უნდა ვიყოთ რიგითი ჯარისკაცი. კი ბატონო, აი ბატონ ზურაბ, თქვენ ახსენეთ, რომ აი მორალური უფლება გვაქვს, რომ კიდევ უფრო მეტი მოვითხოვოთ, კიდევ უფრო
ვიყოთ ხისტებით და ასე შემდეგ. აი, ფიქრობთ, რომ სჭირდება ეხა ამ პროცესს რაღაცნაირად ხისტე და აი დაძაბო ამოდი ვიტყვი რაღაცნაირად ისე ვართ ხოლმე, რომ ვერიდებით რაღაც ყველანაირი სიტყვის გამოყენებას, რომ შემდეგ ინტერპრეტაცია არ მოხდეს მავანთა მხრიდან, ესე ვთქვათ, ხო? მაგრამ აი, რომ უფრო მეტად დაიძაბოს, აი უფრო მეტად რაღაცნაირად იგრძნონ მტკივნეულად ის რაც ხდება, ანუ რუსთაველი უფრო მეტად მტკივნეული გახდეს ქართული ოცნების, ანუ ეს რაღაც მარტო თავის ტკივილი კი არ იყოს, რომლის მოგუდვას ჯარიმებით ან ადმინისტრაციული წესით დაკავებებით სურს, არამედ რაღაცა უფრო დიდი დისკომფორტი შეექმნას. აი ნახეთ, ეს აუცილებელია, რომ აი ამ მიმართულებით წავიდეს. გამკაცრება არის საჭირო და აუცილებელი. ჩვენ ვიცით, ხომ, 200 და 150.000-იანი, 200.000-იანი მიტინგები. ჩაახშეს სისხლში, დააპატიმრეს ხალხი, მიიღეს დრაკონულ სადამშველო კანონები, ოქმების ტერორი, ჯარიმები, ტიტუშკები და ასე შემდეგ. აი ამ ყველაფერმა გარკვეულად მე არ მინდა გამოვიყენო სიტყვა რომ რაღაც გატეხა პროტესტი, მაგრამ პროტესტის მუხტინო დაწია აშკარა. ხშირ შემთხვევაში პრობლემა ის არის, რომ ჩვენ რეალობას თვალს ვერ ვუსწორებთ, მაგრამ ჩვენ ისიც ვიცით, რომ დღეს აი როგორი სიტუაცია გეტყვით, რომ 70%-ზე მეტი ამბობს, რომ დღეს პოლიტპატიმრებია ქვეყანაში. 80%-ზე მეტი ამბობს, რომ ამ ქვეყანას ახალი არჩევნები ჭირდება იმისათვის, რომ ქვეყანამ მშვიდობიან ნორმალურ ლეგიტიმური ხელისუფლების პირობებში გააგრძელოს ცხოვრება. ხო ხედავთ რამხელა საპროტესტო ელექტორატი და რამხელა საპროტესტო მუხტია. ის ხომ სულ არ ვიზუალურად ხომ ეს გადმოლაგებული არ არის, ხომ რუსთაველის პროსპექტზე და არ ჩანს. და ეს რისი ბრალია? სწორედ იმის ბრალია, რომ აი რეჟიმმა მკაცრი მეთოდები გამოიყენა და გაანეიტრალა გარკვეული რაოდენობის საპროტესტო ელექტორატი. ამ შემთხვევაში მე ვფიქრობ, რომ ჩვენ სწორედ ის ხალხი ვართ, რომლებმაც ეს აი ხელოვნურადაც უნდა ავწიოთ თუ საჭიროა. პირდაპირ შემიძლია გითხრათ, მიუხედავად იმისა, რომ საპროტესტო მუხტი ისეც მაღალია და ელექტორატის, მაგრამ ჩვენ არ უნდა მოვერიდოთ, ისინი არ გვერიდებიან, ისინი ყველაფერს გვიკეთებენ, ისინი მაქსიმალურად ცდილობენ, რომ ჩვენ სადაც არ უნდა შევხვდეთ, ყველგან ჩაქუჩი გვითავაზონ თავში და ამ დროს ჩვენ ცდილობთ მაქსიმალურად მშვიდობიანად მოვიგერიოთ მათი ეს სადამსჯელო და არაადამიანური მეთოდები, ხო? ჩვენ მე ვფიქრობ, რომ მტერი რასაც გიპირისპირებს, ის უნდა დაუხვედრო მას. ის გიპირისპირებს ძალას, შენც უნდა დაუხვედრო მას. არასოდეს არ მოვრიდები ვარ ეთერებში. ძალიან ისეთი ის გაავრცელეს თითქოს რაღაცის თქმა სახიფათოა და აი პიკეტი როგორ უნდა ახსენო და აი მაგისტრალის გადაკეტვა როგორ უნდა ახსენო, აი რევოლუცია სიტყვა როგორ უნდა ახსენო. ანუ რადიკალიზმი და ასე შემდეგ. ანუ ეს სიტყვები აკრძალული არ არის და ეს სიტყვები სულაც არ ნიშნავს არც ქაოსს, არც ომს და არც ქარცეცხლს ქვეყანაში. ჩვენ ვიცით, ხომ, რა დანიშნულება აქვს ამ სიტყვებს და რისთვის ვამბობთ, რისთვის ვიყენებთ და რა გვინდა ჩვენ. ამ ქვეყანაში თუ ვინმე მშვიდობიანია და ვისაც მშვიდობა უნდა და ვინც მშვიდობიანი მეთოდებით იბრძვის, რომ ეს ქვეყანა სამშვიდობოს გავიდეს საბოლოოდ, ჩვენ ვართ სწორედ საპროტესტო ელექტორატი და ისინი, ვინც ხელისუფლებაში არიან დღეს მიტაცებულ ხელისუფლებაში, აი ყველა მორალურ ადამიანურ და კანონიერ ნორმებს არღვევენ. რომელ კანონს იცავენ ისინი? რომელი კანონია, როცა 13 პირობითად საჯარიმო ოქმი მაქვს და ნახევარ შემთხვევაში ქუჩაზე არ ყოფილი ვარ გადასული, ოქმი მომივიდა სახლში. და პირობითად რომელ კანონია ის, რომ ერთ დღეს ორი სხვადასხვა უწყება, ერთ გადაკეტვაზე 2-5,000 ლარიან ჯარიმას ვიწევს. წერია სადმე ეს კანონში, ხომ? მათ მიერ დაწერილ საზიზღარ კანონებშიც კი არ წერია ეს. ანუ ხო ხვდებით როგორ ბინძურ და როგორ აი ხისტს ძალას გვიპირისპირებენ, ყველაფერს კადრულობენ ჩვენ წინამდე და ჩვენ რატომ არ უნდა ვიყოთ ცოტა მკაცრი, რატომ არ უნდა ვიყოთ ცოტა ხისტი და რატომ არ უნდა ვიბრძოლოთ ზუსტად მინიმუმი მეთოდები მაინც რატომ არ უნდა დავუპირისპიროთ, რითიც ისინი გვებრძვიან. აქედან გამომდინარე, არაფერი საშიში არ არის, ეს საჭიროა და ამ საჭიროებას აუცილებლად შევქმნით ჩვენ რაც ვთქვით ჩვენს განაცხადში, არაფერს არ უმალავთ. სიტყვა რევოლუციაც ვახსენეთ ჩვენ იქ და ძალიან კარგად განუმარტეთ, რომ რევოლუციას ხალხი არ ახდენს ქვეყანაში, რევოლუციას ახდენს თვითონ ხელისუფლება, უგუნური, უსამართლო და რაღაც საზიზღარი მართლობის პირობების შემთხვევაში. აქედან გამომდინარე, მე მოუწოდებ მას, რომ ჭკვას მოუხმონ და ჩვენ ეს არ გვინდა. თუმცა
ჩვენ ვიცით მშვიდობიანი რევოლუციებიც შესანიშნავი, ძალიან კარგი, ისეთი რომ არც ქაოსი გამოუწვევია, არც ომი გამოუწვევია და ერთი მინაც კი არ ჩატეხილა რომელიმე კომერციულ ობიექტზე. ანუ იმის თქმა მინდა რომ ჩვენ რაც განვაცხადეთ გარკვეული პერიოდის განმავლობაში ჩვენ მათ უთხარით რომ აი ჩვენ ამას გავაკეთებთ თუ თქვენ რაღაცით უკან არ დაიხევთ და რაღაც სწორ გადაწყვეტილებებს არ მიიღებთ და თუ არ მიიღებენ გავაკეთებთ მართლა გავაკეთებთ გზებსაც გადავკეტავთ მაგისტრალებსაც გადავკეტავთ და არავისიც არ გვეშინია იმიტომ რომ იმაზე მეც რას გვიზამენ ნუ ეხლა მაქსიმუმ დაგვიჭირონ და დახვრეტა ჯერ არ არის და შვილები ისეთ ზიან ციხეში და ეხლა თუ დაგხვრეტენ და თუ 37 წელს აიწყებენ ნუ არ ვიცი ეხლა ამას რეალურად ამის მოლოდინები ნამდვილად არ მაქვს, მაგრამ ასეთი რეჟიმის პირობებში არც არაფერს არ გამოურიცხავს სიმართლე გითხრათ. თუმცა ამისთვისაც მზად ვართ ამ ქვეყნისთვის, რა ვიცი მე, ასობით 1000 ადამიანი საუკუნეების განმავლობაში დაღუპულა და ქვეყნის დამოუკიდებლობის თავისუფლებისათვის უბრძოლია და მომკვდარა და დიდი ამბავი, ეხლა ჩვენ თუ ღამე გავათენეთ, ჩვენ თუ დუბინკა მოხვდა თავში, ჩვენ თუ პოლიციელმა გვცემა, ან ტიტუშკამ გვცემა, არაფერი არ არის, ამით არაფერი არ შავდება. პირიქით, უნდა მივიღოთ ეს როგორც მოცემულობა უნდა მივიღოთ რომ ეს ჩვენ ამ ბრძოლაში შევდივართ და ამას ველოდებით და მივიღოთ და უნდა უპასუხოთ შესაბამისად ისე უნდა უპასუხოთ რომ მათაც იგრძნონ მუშტი ცხვირში და იგრძნონ რომ ასე ადვილი არ არის თავისუფლების წყურვილის დამარცხება ქვეყანაში თავისუფლებისათვის ბრძოლის დამარცხება ქვეყანაში ასე ადვილი არ არის და თუ ძალიან გავუადვილებთ ჩვენ ამ ყველაფერს ხელს ამოსაკრავად აქცევენ და ეხლა თუ რაღაცებს ერიდებიან რომ პირობითად არ აცხადებენ რომ აი პირდაპირ რუსეთში შევიდნენ აი პროტესტის შიში რო არ ქონდნენ ხვალვე იტყვიან რომ რუსეთის გუბერნია ვართო კი ბატონო რუსეთის მხარეს ვართო რუსეთის შემადგენლობაში ვართო მათი ჩინოვნიკები ზოგიერთი უკვე ისედაც ამბობს მათი პროპაგანდისტები გამოდიან და ისეც ამბობენ უკვე რომ უკრაინის გამარჯვებას რუსეთის მირჩევნა ეს იმას ნიშნავს რომ რუსეთში მივდივარ მე დასავლეთში არ მივდივარ უკრაინას ელი ცივილიზებული სამყარო მხარს უჭერს იმისკენ არ ხარ და რუსეთის გამარჯვება მირჩევნია რუსეთისკენ ხარ ანუ სანამ პირველი პირები ამას იტყვიან მანამდე ჩვენი ძალიან ისეთი მკაცრი პროტესტი უნდა დავახვედროთ და ვაგზნობინოთ მას რომ თავისუფალ რეჟიმში აი ხელწამოსაკრავად ამ ქვეყანას რუსეთში ვერ შეათრევენ და ამისათვის შეიძლება სიცოცხლეც შესწიროს ძალიან ბევრმა ქართველმა 9 აპრილს ხო შესწირეს 9 აპრილს შესწირეს ხო მოკვდნენ ადამიანები 16 წლის ეკა ბეჟანიშვილი მოკვდა ხო და მე დარწმუნებული ვარ რომ იქ ვინც იდგა ყველა შეიძლება ყოფილიყო ნებისმიერი შეიძლება ყოფილიყო გარდაცვლილი იმ დროს მაგრამ იცოდნენ საფრთხეც ტანკიც მოდიოდა იცოდნენ ნიჩაბიც მოდიოდა იცოდნენ მაგრამ არ გაქცეულან იმიტომ არ გაქცეულან რომ ამ ქვეყნის მომავალზე იყო საუბარი და ჩვენ რატო არ უნდა გავამკაცროთ ამ ქვეყნის მომავალს თუ დაჭირდება ვიბრძოლებთ და შევეწირებით კიდეც ეს არის ცალსახა აქსიომა ამაში ვერავინ ვერ შემედავება კი ბატონო ძალიან დიდი